ები, მიყვარხარ. მეც მიყვარხარ. მასწავლებელმა იქ თავს როგორ გრძნობთ, რამე ქრილი ხო არ გინდათ? ლიმონათი მაგალითად. ან ნაყინი ძალიან გემრიელია. 2 ლიმონათი. ცივი. შეყვარებულები უკვე ერთად არიან. შეგიძლია თავის მოჩვენება შეწყვიტო, ვითომ კეთილი ხარ. ხო, არ მოგწონს. კარგი, 2 ცივი ლიმონათი. ბანის ჩერდლერებო, რა შეუკვეთავთ? 4 ლიმონათი, ცივი. მოიცადე, ვერ გავიგე, რა თქვით? მწვრთნელოები, მგონი თქვენგან არასწორსაქციელია, რომ ჩვენს თვალწინ მასწავლებელმა იქ ამდენი სიყვარულით უმკლავდებით. ხო, არ მოგწონს. ისეთ შეგრძნებას ტოვებს თითქოს სახალხო დაკეთებთ ამ ყველაფერს. გოგოებო, ამის თქვა როგორ შეგიძლიათ, სიყვარული ულამაზესია. მაიკ, გოგოებო, ნერვები მომიშალეთ, ამიტომ ძალიან დაგსჯით დღეს. კარგი, აბა ვნახოთ. 4 ლიმონათი, გოგოებო, ესებისთან არ უნდა გექნათ. თქვენ მგონი პრობლემას ეძებთ. არა და მას ექნება პრობლემები, ხო გოგოებო? ხო. გოგოებო, გამარჯობა. ლიმონათი გვიყიდეთ, არ გინდათ? გამარჯობა ბიჭებო, მწვრთნელიები კარგ ხასიათზე არ არის დღეს. თქვა რომ ყველა შევეჯიბრებით ერთმანეთს. ალბათ თქვენც მიიღებთ მონაწილეობას. ჩვენ საუკეთესოები ვიქნებით. გოგოებო, საწყალი გადადგურთელები ლიმონათზე დაბადიშეთ. ჩემი ყელი ძალიან მშრალია. კარგი, რა პრობლემაა? აი, სპიცა კალათბურთელებს 3 ლიმონათი. კარგი, ახლა გავაკეთებ და ნაყინი ვის უნდა? ყველას. კარგი, ამათან მუშაობა ვირთხებისნაირად მარტო წყლის საყიდლად არ მოდია. ბიჭებო, სასეირნო წავიდეთ. ნართლა ჭიშკარს რატომ იცავთ? ჩვენ არ შეგვიძლია. ახლა ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ. ბიჭებო, რა მისია? ხო, რატომ გვატყუებთ? უბრალოდ არ უნდათ რომ ჩვენთან ერთად წავიდნენ. მოვიდნენ. ბიჭებო, თქვენი მისია იყო რომ ფეხბურთელებისთვის ჭიშკარი გაგეღოთ? მათ ემსახურებით? ხო, ბიჭებო, ამას თქვენგან არ ველოდით. ხო, მაგრამ დღეს დიმამ თავისი მანქანით უნდა გვაგატოვოს. ხო, ჯერ მე და მე პატრიკი. ჭიშკარს იმიტომ აღებთ რომ გასეირნება გინდათ? ჩვენთან ერთად არ გინდათ უბრალოდ გასეირნება? კარგი, წამოდით გოგოებო. გონი გოგოებს ეწყინოთ. ხო, ეწყინოთ, მაგრამ გადაუვლით, არ აუშავს. ჩვენ კიდე მანქანით ვიკატოვებთ, წავიდეთ. გასაგეთებ, მოაშორე, უნდა გავიაროთ. ფეხბურთელებო, არავინ არსად არ წავა. ჩვენ გვაქვს შეჯიბრი და თქვენც იღებთ მონაწილეობას. შეჯიბრება? ჩვენ არ მომზადებულ ვართ. მეგობრებო, ბაჭიაჩი ლიდერებმა დღეს ები ძალიან გააპრესეს. ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ დღეს გვექნება შეჯიბრი. ბაყაყებო, გთხოვთ, ბანი გააოფლიანეთ. მასწავლებელო მაიკ, ყველაფერი მზად არის. ბანი, თქვენ? ხო, არ დავაგვიანეთ. შეჯიბრებაზე რატომ არავინ არ გითხრა? და რატომ გონია რომ საჭიროა რომ შენ გითხრა შეჯიბრებაზე? ხო, შენ ადგილას მონაწილეობას საერთოდ არ მივიღებდი. მაინც წავაგებთ. ბაყაყებო, როგორი თავდაჯერებულები ხართ? ხო, ჯერ არ გაგიმარჯვეთ. ბაყაყებო, წავაგებთ. კარგი, პირველი დავალება გოგოებისთვის არის. ები, აუხსენი. კარგი, 4 ბურთი გაქვთ თითოეულ გუნდს და უნდა გადაიტანოთ ეს ბურთები. აი, იქ. ვინც უფრო სწრაფია მოიგებს და ვინც წააგებს, ქულები არ დაეწერება. აბა, მზად ხარ ჯგუფები? მზად ვართ. ერთი, ორი, სამი. ნასია. ბანი, ბანი, ბანი. ბაყაყები, ბაყაყები. ბანი. მიდი, მიდი. ბანი. პირველი შეჯიბრი გაიმარჯვა ბანიმ. კარგი, შემდეგი შეჯიბრება ბიჭებისთვის იქნება. ბიჭებო, უნდა გაიმარჯვოთ. გოგოებო, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. გამარჯვება ჩვენი იქნება. მომისმინეთ თქვენ ცხრებო, უნდა დაგვეხმაროთ გამარჯვებაში. არ გვინდა რომ თქვენ გამოწავაგოთ. ეს ჩვენ რა შუაში ვართ? ბაყაყები და ბანი არ ვართ. უბრალოდ გეხმარებით. ბიჭებო, კალათბურთელებს აუცილებლად უნდა მოუგოთ. რა თქმა უნდა, სმაგს გავანადგურებ. მე რომე უმინდა დავამარცხო. ბიჭებო, დაგეხოთ. არასორი ხალხი არ არჩიეთ. კალათბურთელებო, შეჯიბრის დაწყებამდე ცივი ლიმონათი დალიეთ. აი, ახლა ლიმონათი არ ადარდებთ. წარმოიდგინე, შეჯიბრის მერე რამდენი შეკვეთა იქნება.
მეგობრებო, ახლა ბიჭების დავალებას გამოვაცხადებ. ბიჭებო, ვინ არის აბა? მზად შეეჭიდოს თოკებს. ვინც პირველი აძრება ბოლომდე და უფრო ჩქარა ის გაიმარჯვებს. ბიჭებო, გვიყვარხართ. დიმა, დაამარცხე ისინი იცოდე, დაამარცხე სმაილი. კარგი, 1, 2, 3, დაიწყეთ. დიმა, მიდი დიმა. ბანის გუნდმა მოიგო ეს მეორე ჩემპიონატი. გამარჯვება! ჩვენ გავიმარჯვეთ, ლუზერები ხართ. მორჩა, ბაგებთ, ყველაზე სუსტები ვართ. ჯერ რატომ ნებდები წინ კიდევ არის რაღაცეები, ხო შემდეგს მოვიგებთ. ბაყაყებო, რას წუწუნებთ ვერ გავიგეთ, თქვენზე მქონდა იმედები დამყარებული, მეგონა რომ ბანის დაამარცხეთ. ჩვენ არ დავნებდებით, ჩვენ ფეხბურთელების მხარეს ვართ. შემდეგი შეჯიბრი რა არის? მეგობრებო, შემდეგ შეჯიბრს გოგოები გამოვაცხადებენ. შემდეგი კონკურსი არის მუხლუხო, ვისიც უფრო გრძელი და ჩქარი იქნება, ის გაიმარჯვებს. მზად ხართ გახდეთ მუხლუხოები? დროს დავინიშნავთ, ვისი მუხლუხოც უფრო ჩქარა შემოულის ამ პირამიდებს და უკან დაბრუნდება, ის გაიმარჯვებს. მეგობრებო, დაიწყეთ. ჩვენი მწკრივი უფრო გრძელია, ამიტომ ჩვენ მოვიგებთ. ჩვენი მწკრივი მოკლეა, მაგრამ უფრო სწრაფია, ამიტომ ჩვენ მოვიგებთ. აბა, მზად ხართ დასაწყებად? წავედი! 1, 2, 3, დაიწყეთ. მალე. ყდები, გაჩერდით. სად არის პირამიდა? ოცდათხუთმეტი წამი. მეგობრებო, ეს 20 წამში უნდა გავიაროთ. გამოგვიგოლა. მოდით გავიმარჯვოთ. დრო წავიდა. წამი. კარგი, ამ შეჯიბრში გომბოშვებმა გაიმარჯვეს. 2-1. გოგოებო, რომელმა თქვენგანმა გატეხა ჩვენი მუხლუხო, არ ვიცი, ყველა დავრბოდით. არ მინდა წაგება. ხო, მეც არ დავნებდები. ყველა მომისმინეთ, ახლა დასვენების თუ არ არის, უნდა გავიმარჯვოთ. სმაილ, რაც შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ. აუცილებლად გავიმარჯვებთ. ისეთი ჯგუფი იყო, როგორი მეთაური წავდა, ჩემი დამსახურებით მოიგეთ. ბრაუსი საუკეთესო მეთაურია. წვრთნელოები, იქნებ ბოლო შეჯიბრი არ გვინდა. არა, გჭირდება, მინდა რომ ბაყაყებმა გაიმარჯვონ და ბანი დამარცხოს. გაჭირებო და გომბეშვებო, შემდეგი შეჯიბრება იწყება. მზად ვართ. ჩვენს მზად ვართ. 1, 2, 3, დაიწყეთ. სამნი ვიყავით და მაინც მოვიგეთ. მასწავლებელო მაიკ, სწორი გადაწყვეტილება გააკეთეთ. წვრთნელოები, ვინ გაიმარჯვა? ამის გამარჯვებული არის ბაყაყები. არა, ეს უსამართლობაა. ბანიმ გაიმარჯვა. სმაილ, ხო დაინახე? ხო, მასწავლებელო მაიკ, ვადასტურებ, თქვენც იგიდექით და ქერა დაინახეთ. მოიცადეთ, გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს.
ბაყაყებმა გაიმარჯვეს, ამიტომ არის 2-2. მეგობრებო, შემდეგი შეჯიბრება. შემდეგი კონკურსი აღარ იქნება მასწავლებელო მაიკ, იმიტომ რომ ეს უსამართლობაა. ჩვენ უნდა გაგვემარჯვებინა ბანის და ეს თქვენ ძალიან კარგად იცით მწვრთნელოები, მწვრთნელი კი არა, მოღალატე ხართ. თქვენ გუნდს უღალატეთ. მოიცადე ვერ გავიგე რა თქვით? გოგოებო, წავედით. დიანა, შეჯიბრი აღარ იქნება? ხო, სმაილ. კნოპა, წამოდი. კარგი, ბაჭიები გაბრასდნენ, მაგრამ მაინც ხო გამარჯვებულები არიან. მაიკ, გინდა რომ შენი შეყვარებული ვიყო? კი. მაშინ ჩუმად იყავი. კარგი, ხო, საწყალი ბაჭიები. მაგარია, როდესაც მოგებული ხარ, ხო, ერთხელ ცხოვრებაში. ლუზერები საუკეთესოები არიან. ლუზერებო, გვირგვინი მოიხსენით. და მე კიდე ამ ჯგუფის მეთაური ვარ. ხო, მეთაური ხარ. დამთავრდა კონკურსი. ყველა მიჩხუბა და ჩვენგან არაფერს იყიდიან. ბაჭიებმა გაიმარჯვეს. ხო, მწვრთნელმა ბიმ გაუჩალიჩა. გოგოებო, ეს ძალიან დიდი უსამართლობაა. ხო, ახლა უფრო ვეღარ ვიტანა მწვრთნელების. გოგოებო, კარგი, ამაზე არ ინერვიულოთ. არაფერი მომხდარა, უბრალოდ წავაგეთ. მომისმინეთ მერი, ნასტია, აქ რას აკეთებ? წადით თქვენს ფეხბურთელებთან. ხო, მაგრამ ფეხბურთელები ჩვენს წინააღმდეგ იყვნენ. ხო, გავუბრაზდით. აქ ხლა ტელეფონი რომ იყოს, ჩავწერდი სტორის და მოვყვებოდი ყველაფერს, როგორ მოგვიწყო ეს მწვრთნელმაები. იცით რა, მოდი ერთადაც გამარჯობათ, იცით რა? დიანა, რას აკეთებ? იცი რა, ლუზერად უგრძნობ თავს. ეს ადგილი უკვე ძალიან მაწუხებს. არ შეიძლება რომ აქედან წავიდეთ? ისე გარეთ გასვლა შეგვიძლია. თქვენთან ვართ. ისე ღობის იქით ნეტა მართლა რა არის? მეგობრებო, იქ ხო აკრძალული სახლია. მან თუ არ წავსულიყავით? არა, მან წასვლა ნამდვილად არ არის საჭირო. იცი რა, რაღაც უცნაური ხდება მაგ სახლში. ხო, ჩვენი ფანჯრიდან რომ ვუყურებდით, რაღაც მოძრაობა დავინახეთ. ხო, და ძალიან ჩქარა მოძრაობდნენ. აი ესე. იქნებ იქ ელვის კაცი ცხოვრობს. ძალიან სასაცილოა. სმელ, არ გეცოდები? დიანა, უკვე მეორეჯერ გეუბნები, შენ გაიმარჯვე. მწვრთნელიები როგორი ცუდი ადამიანია. ხო და ასეთი ცუდი თუ გომბეშვების ტრენერი გახდეს. თანახმოვართ, ეპიქათამია. იცით რა, მწვრთნელმაები მწესები ხო დაარღვია? ხო და ჩვენც დავარღვიოთ წესები. გავიდეთ ამ ჭიშკრის გარეთ და ვნახოთ რა არის ამ სახლის იქით. რა სიტყვით, აბა? თანახმა ხარ? კი, წავედით. მეგობრებო, ბოდიში, მაგრამ თქვენთან ერთად ვერ წამოვალ. ამ კოსმოსში დიდი ხანი ვერ ვიქნები, მაგრამ არ გიღალატებთ. სამწუხაროა მასკო. დიმა, გინა გავისეირნოთ. ხო, უბრალოდ ჯერ მანქანის გაწმენდას მოვრჩე. ფეხბურთელებო, გახსოვთ რომ შეგვიძლია რომ მანქანით გავუდოდით. გასაღები მოგვეცით, აქ ვართ. რა გასაღები, რა მანქანით გასვლა. ლუზერებო, ხო ხვდებით რომ თქვენ მანქანას არავინ არ მოგცემთ. ესე იგი ასე ხო? ჩვენც აღარ გაგიღებთ ხოლმე ხობეს, გასაგებია? და თქვენ მანქანასაც აღარ გავურეცხავთ, გასაგებია? კი, გასაგებია. ფეხბურთელები, წამო გოგოებთან წავიდეთ. კოსტა, მაქეთ გვერდზე გაწმინდე. გოგოებო, თქვენთან ვართ. ბროვასტი, ახლოს არ მოხვიდე. რა გინდათ? ბიჭებო, ზედმეტი ხართ, გოგოები ვსაუბრობთ. ჯული, წამო სასეირნოდ წავიდეთ, აისთან ლიმონადს გიყიდი. ჯიჯი, წამო, ნაყინი უჭამოთ. თქვენ გარეშე გავისეირნებთ და თქვენ წადით ფეხბურთელებთან. გოგოებო, ყველაფერი ფეხბურთელების ბრალია. ვაუ! ამდენი ხანი იმ სახლში რატომ ვისხედით? აქ ისეთი მაგარია. მორჩა, უკან სახლში დაბრუნებაც აღარ მინდა. აბა გოგოებო, ვინ ითამაშებს? ვინც მოიფიქრა დაჭერობა და ის დაიჭერს. კარგი, გაიქეცით. ნასტია, ახლა დაგიჭერ. ბავშვებო, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერთ არხი და დააჭირეთ ზარს. კარგი, ახლა ისეთი მაგარი ადგილი ვიპოვეთ. საერთოდ აღარ მინდა უკან დაბრუნება იმ ქალაქ გარეთ სახლში. კარგი, ახლა უნდა დავიჭირო. ნახვამდის.
გოგოებო, ახლა თქვენი ჯერია.